მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა და ზღვა ენერგია უშურველად მიუძღვენი ქუთაისს. ქუთაისმაც როგორი პატივისცემით მიგიღო და გაღიარა, შეგიყვარა შენი საქმიანი და პიროვნული თვისებებით, პატიოსნებით, გულითადობით, ლამაზი იუმორით და როგორი იქნება ავთანდილ ოსეფაიშვილო, ახლა თქვენი სამუდამო განშორება. 4 ათეული წლის წინ გაზეთ ქუთაისში შენ შესახებ გამოქვეყნებულ წერილს ასე დავარქვი: ყველაფერი სიყვარულით იწყება. თურმე სიყვარულითვე მთავრდება ძამა. ასე გამოემშვიდობა წლების მეგობარს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი. 9 ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათა შორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. როგორც იმერეთის გუბერნატორმა ზვია ჩალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ კვლავ გაიზრდება COVID ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ დაემატოს. უკვე ამოქმედა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდე და შეზღუდულია გადაადგილება როგორც ავტომანქანებით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ობიექტი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მუშაობენ ისე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ არანაირად არ შეექმნებათ პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ ყველასთვის გვექნება ცალკე დაშვება და რეალურად ჩვენ მსგავსი გამოცდილება ჰქონდა გაზაფხულზე, როდესაც ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი იყო დაწესებული და არანაირი მიმართულებით შეფერხება ქუთაისში ამ მხრივ არ იქნება. და შესაბამისად, თუ კიდევ გაიზრდება სტატისტიკა, როგორც არაერთხელ გაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ დაემატოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ განიხილება. რას ფიქრობენ აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ქუთაისელები? იყო თუ არა საჭირო მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი? ვრცლად ნახეთ მასალაში. COVID-19 ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. ნეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისელები ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენ მძღოლები და მგზავრები გამოვკითხეთ. მათი თქმით, მსგავსი შეზღუდვა არც ისე გონივრულია, რადგან 10 საათის შემდეგ ქალაქში ისედაც არავინ გადაადგილდებოდა. ხანო ჩვენი ძველებული ვარ, დავანთაროთ 9 საათზე სამუშაო. იმიტომ რომ ჩვენ ხონა მივიდეთ, სახელმწიფო ხონა მივიდეთ. ხალხი შეწუხებულია თავისთავად, რა თქმა ხალხმა. ხამით მე არ მუშაობ. დღე ჩვეულებრივად მუშაობ. ფინანსურად ბაბუ ჩვენი საქმე გაფუჭებულია. ბენზინი ღირს შერეშურ ძვირი ბაბუ. და არა გვაქვს ბაბუ მუშაობა. სავარაუდოდ ტრანსპორტიც არ იქნება. საერთოდ რა მაინტერესებს, იცი, ეს კორონა ღამით დადის მარტო. დღე არ არის. 10 საათის შემდეგ ისაც არავინ არა, გაღატაკებულია მოსახლეობა. ქალაქში გაიარეთ და 10 საათის მერე შეიძლება 3 ადამიანი ნახოთ საერთოდ. უმუშევრობა, პლუს ესეთი მდგომარეობა და წამალზე რო უნდოდეს ადამიანს გამოვიდეს, ისიც ვეღარ გამოვა. 10 საათის მერე კორონა გამოდის გარეთ, ესე იგი? და დაფრინავს, დადის და დილას იზინებს, ხო? ჩვენ მაგის და დამფუძნებელს აუთხარი, მე? უნდა იყოს, ხალხმა უნდა იაროს გარეთ, კაცო, მაგრამ ყველა უნდა დავიცოთ წესი, რაცა საჭირო. რა თუნდა დაკეტა და გადაკეტა 10 საათის მერე აღარავინ აღარ არის, სახლში, ქუჩაში, ყველა სახლშია. თბილისში გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მსგავსი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია. სწორედ ამიტომ ნეგატივი იურისტ გელას იორდიას ესაუბრა. არ წარმოადგენს დარღვევას, ვინაიდან ამის სამართლებრივი საფუძველი უკვე წინამოწვევის პარლამენტმა შეიქმნა, როდესაც მათ მიიღეს ცვლილება, რომლის საფუძველზედაც მთავრობა პარლამენტის კონტროლის გარეშე არის უფლებამოსილი ამგვარი შეზღუდვები დააწესოს და ეს რეგულაცია მოქმედებს თუ არ მეშლება 2021 წლის 3 იანვრამდე მოქმედებს და შესაბამისად ამიტომაც ეს ფორმალურ პროცესს არ წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ან უკანონო ქმედებას. გაცნობებთ, საქართველოში ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი უკვე მეორე დამოქმედდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ის პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს 2000 ლარი დაჯარიმდება.
ქუთაისში ქოლგების აქცია პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს. ქოლგა არის ერთგვარი ფარი, რომელიც იცავს პროტესტანტებს სახელმწიფოსგან. ქოლგა არის უსამართლობისგან და იმ უღირსი ჭავლისგან თავის დაცვა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გადაასხეს. განაცხადა აკაკი საღინაძე. ძალიან მწუხვარ იმის გამო, რომ ეს ქოლგა გუშინ არ მქონდა თბილისში CSKOS-თან. სწორედ ამიცავდა. ძალიან მწუხვარ, რომ ბევრი პირბადი არ მეკეთა გუშინ. ბევრი, ერთი კი მეკეთა, იმიტომ რომ შეიძლება გაზისგან დაეცვა ჩემი სუნთქვა. მეტი რა უნდა ვთქვა. პოლიციამ მესროლა, შემასხა წყალი, მომიწამდა ჰაერი. კიდე არის კომენტარი საჭირო? ეს რას მოუწოდებთ ხელისუფლებას, რა არის შენი მთავარი სამხედრო? აქამდე ყოველთვის მოუწოდებდი ხელისუფლებებს, იმ ხელისუფლებებს, რომლებიც არ მომწონდა, რომ შეეცვალათ ის, რაც არ მომწონდა არა მარტო მე, არამედ ხალხს. მაგრამ ამ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ დროა წავიდნენ რა. აღარ შეიძლება ამ ყველაფრის პატიება. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ქუთაისში ახალგაზრდები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენს მეგობრებს, ვინც თბილისში ჩვენ გამოიბრძვიან, რომელთა სიცოცხლე არის ყოველ წუთში, ანუ საფრთხეში და ამიტომ უნდა შევახსენოთ მთავრობას, რომ ისინი მარტო არ არიან და ყველა ქალაქიდან ამ პროტესტს მიიღებენ, თუ ისევ გადაამეტებენ ძალას და ისევ თვალებს ათხრიან ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ესე იბრძვიან კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში. მინდა ხელისუფლებას უთხრა, რომ ასეთი თამაშები სულ მთავრდება ცუდად. ეს დამთავრდება ქვეყნისთვისაც ცუდად, ესაა ჩვენი საწუხარი ამ წუთას და მათთვის რომ ძალიან ცუდად დამთავრდება, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთხელ მინდა ბელნაჩოუს სიტყვები უთხრა. ისტორიის გაკვეთილები ისაა, რომ ადამიანები ვერ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს. დაჯექით და ისტორიულად ისტორიის გაკვეთილები რა. ამ ქოლგებით ქუთაისმა თავი დაიცვა იმ წყლის ჭავლისგან, რომელიც უსამართლოდ გუშინ თბილისში ჩვენ თანამოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა საქართველოს მთავრობამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ძალადობრივი მეთოდები, რასაც პროტესტის ჩასახშობად იყენებს, დღეს კი არა, უკვე წლებია ითვლის, არის მიუღებელი და ვერ შევეგუებით ჩვენ. ჩვენ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და არა დიქტატორულ ქვეყანაში, იქ სადაც ერთი კაცი წვეთს ბედს, ვინ გაილახება და ვინ არა. ჩვენ ვართ ძალადობის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, რომ თუ საჭირო იქნება ეს პროტესტი ბევრად უფრო სერიოზულ სახესაც კი მიიღებს, იმიტომ რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ სახელმწიფოს მხრიდან, იმ უწყებების მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, რომ დაგვიცვან. მივიღოთ მუშტი დაცვის საპირისპიროდ. დიდი მადლობა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობას სტუმართან ერთად განაგრძობს. როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქუთაისში და არის თუ არა საკმარისი საწოლფონდი დაინფიცირებული მძიმე პაციენტებისათვის. მთავარი შეკითხვებს დისტანციური ჩართვით, მრავალპროფილური კლინიკა, უნიკალმედის COVID განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვასილ ფარცხალაძე პასუხობს. მოგესალმებით, ბატონო ვასილ. მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ვასილ, თქვენ ახლაც კლინიკაში ხართ და მადლობა რომ მოძებნეთ დრო ჩვენთვის და გებულობთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ვასილ, როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა თქვენს კლინიკაში? არის თუ არა საკმარისი საწოლფონდი დაავადებული პაციენტებისთვის? ამ ეტაპზე არის 20 საწოლ ადგილი პაციენტებისთვის, მაგრამ 2 პაციენტით ზედმეტი გვყავს. გამომდინარე იმ ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რომელიც სახელმწიფოში არის, ვამატებთ ადგილებს, რათა ყველას გაუწიოთ დახმარება. რამდენად მძიმე პაციენტები გყავთ? ყველა მათგანი საჭიროებს ჟანგბადით უზრუნველყოფას? ამ ეტაპზე ერთი პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3 არის უკიდურესად მძიმე, შეიძლება რამოდენიმე საათშიც შეიძლება მოუწიოთ გადაყვანა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 12 არის ჟანგბად დამოკიდებული, 7 პაციენტი ითვლება საშუალო სიმძიმის, ამ 7 პაციენტიდან 4 სავარაუდოდ ხვალისთვის გაეწერებიან ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების შემდგომ. ამ ეტაპზე გვყავს 22 პაციენტი, აქედან უმეტესობა მძიმე არის. ბატონო ვასილ, გამოჯამრთელებული პაციენტები ჯამში თუ გყავთ ბევრი და აქედან მოხუცი პაციენტები ან თანმხლებ დაავადებიანი პაციენტები თუ იყვნენ ბევრი, რომლებიც გამოჯამრთელდნენ?
კლინიკაში 25 დღეა რაც ფუნქციონირებს COVID განყოფილება, სულ ყავს მიღებული 79 პაციენტი, დღევანდელი პაციენტების ჩათვლით 55 არის გაწერილი ბინაზე, აქედან იყო 2 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომელიც მოიხსნენ და რემისიის ფაზაში გაეწერენ ბინაზე, 2 დამთავრდა სამწუხაროდ ლეტალობით, 9 პაციენტს დაუდგინდა სრული გამოჯამთელება, ანუ კორონა ინფექციისგან. ბატონო ვასილ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ თქვენს კოლეგებთან ერთად. რამდენად ახერხებთ თავდაცვას მედპერსონალი COVID ინფექციისგან თავის დაცვას როგორ ახერხებთ? მოწოდებული არის ჰიგიენური ნორმები, რომელსაც ვიცავთ, გვაქვს სპეციალური სამოსები, მაგრამ რაც არ უნდა დაცული იყო, მაინც არის ერთეული შემთხვევები, როდესაც მედპერსონალის დაინფიცირება მოხდა, მაგრამ ყველაფერი ამ ეტაპზე უკვე კარგად არის, ის მედპერსონალის წევრებიც მალევე დაუბრუნდებიან თავის სამუშაო ადგილს. ბატონო ვასილ, ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა კლინიკა განიცდის უკვე მედპერსონალის დაინფიცირების გამო მედიკოსების ნაკლებობას. კლინიკა უნიკალ მედში რა ვითარება გაქვთ ამ მხრივ? ცოტა დატვირთული რეჟიმით გვიწევს მუშაობა, მაგრამ სპეციალისტები ამ ეტაპზე ამ პაციენტებს ყოფნით, ასე რომ ვთქვათ, ყავს მორიგი თერაპევტები, მორიგი რეანიმატოლოგები, ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ვიწრო სპეციალისტები, ასე რომ ამ ეტაპზე ეს მომენტი ჯერჯერობით ჩვენს კლინიკას არ ემუქრება, რომ რაღაცა დანაკლისი იყოს მედპერსონალის მხრივ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვასო, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და თქვენს კლინიკას, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხოს მრავალპროფილური კლინიკა უნიკალ მედის COVID განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი ვასილ ფარცხალაძე პასუხობდა. მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდიაგან აგრძობს მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. რუსული სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა ყარაბაღისკენ მიემართება. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს. სამეზობლოში არსებული რთული მდგომარეობის პარალელურად ვითარება დაძაბულია ქვეყნის შიგნითაც. დაუმორჩილებლობის აქცია და დაჯარიმებული მოქალაქეები. მოგესალმებით, გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. რუსული სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა ყარაბაღისკენ მიემართება. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით რეგიონში ახალი გეოგრაფიული კონტურების შექმნა დაიწყეს. მეზობელ სახელმწიფოებში განვითარებული პროცესები და ჩრდილოელი მეზობლის გაძლიერებული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და მისი გავლენა საქართველოზე. თემაზე ანა არევაძე მუშაობდა. რუსეთი მთიან ყარაბაღში 1969 სამხედროს 90 ჯავშან მანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექნიკას აგზავნის. ეგრეთ წოდებული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება ზონაში რუსეთმა დღეს დილიდან დაიწყო. მას შემდეგ რაც ომის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწერა. ყველაზე მეტად მოიგო რუსეთმა, მის ხელში იქნება ყარაბაღში ომისა თუ მშვიდობის გასაღები, გვეუბნება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. ეს არის ჩვენი რეგიონის ტრაგედია, რომ რუსეთს აქვს ამხელა ბერკეტი და მანიპულირების სხვადასხვა საშუალებებით აგრძელებს რეგიონის სახელმწიფოებზე დომინაციას. ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის დეკანი. ეკა აკობიას თქმით, რუსეთი სარგებლობს გლობალური გარემოთი, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობის სახელმწიფოებს ნაკლებად სცალიათ შორეული რეგიონებისთვის. ვინაიდან თავად აქვთ პანდემიის, მიგრაციისა და ტერორიზმის გამოწვევები. როგორ აისახება მეზობელ სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ამაზეც გვესაუბრება. საქართველოს მთავრობას სჭირდება, რომ იყოს ძალიან ყურადღებით, პულს დაედოს ხელი და პირველ რიგში ის განამტკიცებდეს და იყოს ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ დასავლური კავშირის მდგენელი და არა რუსულ-თურქულ
აზერბაიჯანული კავშირის მდგენელი. სტომილება, რომ თითქოს ახლა რახან რუსეთი გაძლიერდა, გამოვიდა გამარჯვებული ამ პროცესიდან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიჩნეული ისე, რომ საქართველოს ახლა კიდევ უფრო მეტად ჭირდება რუსულ ორბიტასთან დაახლოება. პირიქით, ჩვენთან ფრონტის ხაზი გადის ჩვენს შიდა პოლიტიკაზე და აქ დემოკრატიული პროცესების გამარჯვებაზე, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოში ეს ფრონტი მოიგოს, ეს ომი მოიგოს საქართველოს მოქალაქეებმა, ანუ მოხდეს აქ დემოკრატიული პროცესების წარმართვა, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს პროცესი არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. სომხეთის რესპუბლიკამ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაუწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. ტრანსპორტის კონტროლს რუსეთის FSB განახორციელებს. ეს ჩვენს სატრანზიტო ფუნქციასაც მცირედ საფრთხეს უქმნის, ამბობს დიმიტრი სილაქაძე. ცხადია, ეს ჩვენ სატრანზიტო ფუნქციას სრულად საფრთხეს ვერ შეუქმნის. რადგანაც ეს მაგისტრალი როდის ამოქმედდება, როგორ ამოქმედდება, რა დატვირთვით ამოქმედდება, რთული სათქმელია მთელი რიგი პოლიტიკური, გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე. მაგრამ ესე იგი ჩვენ სატრანსპორტო ფუნქციას ასეთ მცირე საფრთხეს მაინც უქმნის. მაშინ, როცა აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას დილამდე ზეიმობდნენ, სომხეთში მასობრივი არეულობები დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აზერბაიჯანთან კაპიტულანტურ შეთანხმებაში დაადანაშაულეს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. სხვა გამოსავალი არ იყო, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და შეთანხმებას წარმოუდგენლად მტკივნეული უწოდა. ფაშინიანმა სიმართლეს გაუსწორა თვალი წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. ნიკოლ ფაშინიანმა ნეფსით თუნებლიეთ ამხელა ყარაბაღული ტვირთისგან, მარწუხებისგან სომხეთის გათავისუფლების პროცესი წამოიწყო. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად. ბევრია წარსულზე ორიენტირებული ხალხი, მაგრამ ახალგაზრდები იქაც უფრო დასავლელები არიან. რუსებმა კი გაიჩინეს კიდევ ერთი სამხედრო კერა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი მინგრევის ეს 10 წლეული მეიმედება. პროცესში დაიჟანგება რუსული ტანკები სამივე ქვეყანაში. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ხელშეკრულების დამატებითი განმარტებისას მხარეებმა თურქეთის როლზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც სადამკვირვებლო ფუნქცია მიენიჭება. თუმცა დიმიტრი სილაქაძის თქმით, ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ისტორიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ბევრ განმარტებას მოითხოვს. თურქეთს მხოლოდ ასე ვთქვათ ერთგვარი დამკვირვებლის მცირე როლი ექნება როგორც ამ ხელშეკრულებიდან ჩანს. თუმცა ბევრი დეტალი კიდევ უფრო დაზუსტდება. ეს არის პირველი რაღაც ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ძალიან ბევრ განმარტებას მოითხოვს მრავალი მიმართულებით და ალბათ სხვა დამატებით ხელშეკრულებები მოყვება ამას. კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას. ასე გამოიხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე მიმდინარე მოვლენებს. მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რეგიონზე. შეთანხმების გაფორმებამდე არაერთი მცდელობა იყო საერთაშორისო ფორმატში კონფლიქტის მოგვარების. ამ მიზნით მხარეები მათ შორის ამერიკაშიც იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა ჯერზე პირობა დადებიდან რამდენიმე საათში ირღვეოდა. 10 ნოემბრის შეთანხმება ყარაბაღში რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების 5 წლით ყოფნას ითვალისწინებს. მანდატის შემდგომი 5 წლის ავტომატური გადაგრძელების გარანტიით. სამეზობლოში არსებული რთული მდგომარეობის პარალელურად ვითარება დაძაბულია ქვეყნის შიგნითაც. კვირის აქციაზე მოქალაქეების წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებლობის აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შორის მაშინაც, როცა რეგულაციების მიხედვით გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტოტრანსპორტით აკრძალული იყო. მოქალაქეთა ნაწილი აქციის მსვლელობისას 2000 ლარიანი საჯარიმო ქვითრები გამოუწარეს, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ ჯარიმები არაკონსტიტუციურია და მათ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ნატალია ნემსაძე მოგვიყვება თემის დეტალებს.
გოგი ხოჭოლავა ერთ-ერთია, ვინც გუშინ მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დაარღვია და 22 საათის შემდეგ ქუჩაში იყო. მიუხედავად მაუწყებლის მიერ დაშვებული სპეციალური საშვისა, სამართალდამცავებმა მას 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. სამოქალაქო აქტივისტი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. საკმაოდ დიდი მანძილით და პატრულის კორდონი გავიარეთ, ისე რომ საერთოდ უბრალოდ კითხეს საათქართ და უთხარით რომ მიწოვის დრო არ შეუმოწმები ვარ, როგორც კი მოვჩით ინტერვიუებს მეც და ქალბატონის უბრალოდ რომ საკმაოდ წავე შეფასებები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენებზე, ალბათ არ უყურეს ან დაინტერესდნენ. გავიარეთ ასევე კიდევ ერთი კორდონი წასვლისას, რომლებმაც არ შევამოწმეს და მე მეორე კორდონი და უბრალოდ ეკიპაჟი დახვდა ქაშვით გამქვევით, სანამ პირველის მანქანაში ჩავიდებოდით და მე მოხდა ჩვენი დაჯარიმება. ქალბატონს უნდა საერთოდ სხვა მუხლი უწერია და კანონმდებლობა მე საერთოდ სხვა არა ერთი ეგრე სიტუაციაში დაგვიწერეს. კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევას ედავებიან რუსუდან გოცილიძესაც. იგი ხოჭოლავასთან ერთად მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც რუსთაველის გამზირზე. TV1-ის გადაცემაში სტუმრობისას შიმბრუნდებოდა. როგორც გამოვედი გადაცემიდან და მივდიოდით და ისევ ტელეკომპანიის მანქანასთან, რომელსაც სახლებში გამოვეყვანე და მაშინ მოხდა ჩვენი გაჩერება პატრულის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაიწყეს საბუთების შემოწმება და აღმოაჩინეს რომ საშუალო რომელიც გამოწერილი ჰქონდა ტელეკომპანიას იქ მიკიდებული არ იყო ტერიტორია სად უნდა მივსულიყავით და ამიტომ ჩათვალეს რომ ეს საშუალო არ იყო ვალიდური და დაგვიწერეს 2000 ლარიანი ჯარი. ოფიციალური განმარტება თუ რატომ დაჯარიმდნენ ისინი მიუხედავად საშვის ქონისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ეს პერსონალური მონაცემებია და მათი გასაჯაროების უფლება არ აქვთ. შესაძლოა 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს სოციალურად დაუცველ მამუკა დიაკონიძეს. იგი პოლიციამ 11 საათზე რუსთაველის მეტროსთან დააჯარიმა. მამაკაცი უკვე 5 წელია, რაც ამ ადგილას მოწყალებას ითხოვს. ამის გადამხდელი მე არ კი არა ვერ ვარ. აგერ მაქვს კრუშკა, რითაც ვმათხოვობ და ამ კრუშკიდან 2000 ლარი როგორ უნდა შევაგროვო. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა ანგარიში, სადაც მოქალაქეები ჯარიმის თანხის შეგროვებას ცდილობენ. რამდენად პროპორციულად და სამართლებრივად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს. არასამთავრობო სექტორის ნაწილში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა დაწესებული შეზღუდვა მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩაშლის მცდელობა იყოს. შესაბამისად ამბობენ, რომ რეგულაცია არაკონსტიტუციურია. ვინაიდან დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნულ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონია. სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების აკრძალვაზე არაფერია ნათქვამი. როდესაც ერთი სახელმწიფო შტოს კომპეტენცია გადადის დიდწილად მეორე სახელმწიფო შტოს კომპეტენციაში, ამ შემთხვევაში საუბარი არის პარლამენტის უფლებამოსილების უზურპაცია, ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ეს ქმნის სახიფათო საშიშ ძალაუფლებას ერთი ხელისუფალის ხელში. რეალურად აბსოლუტურად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს ამ საკითხებზე მსჯელობა. ჩვენ არ ვიცით რა სამეცნიერო არგუმენტაცია დგას ამ გადაწყვეტილებების უკან და ამიტომაც მუდმივად არის რისკები, რომ მთავრობა ასეთ უფლებამოსილებას გამოიყენებს არათანაზომიერად, შერჩევითად და ვთქვათ, თუნდაც პოლიტიკური მიზნებით. მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით არაკონსტიტუციურად მიაჩნია სახალხო დამცველსაც. კანონის შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება მანიფესტაციის. ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. მისივე შეფასებით სწორედ პროტესტის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან. რამდენი ადამიანი დაჯარიმდა გუშინ 9 ნოემბერს მიღებული დადგენილებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობენ. უწყების გუშინდელი განმარტებით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული რეგულაციის დამრღვევი პირების იდენტიფიცირება მოხდება, რის შემდეგაც ისინი 2000 ლარით დაჯარიმდებიან. უცხოეთის სიახლეები მოკლედ Pfizer Biotech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადრეული კვლევების თანახმად 90%-ით ეფექტიანია, ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მესამე ეტაპის ტესტირებაში 43000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური წარმომადგენლობის პირები. კომპანიის განცხადებით, ვაქცინას არ ქონია სერიოზული გვერდითი ეფექტები. წარმოებლის თქმით, წლის ბოლომდე მათ 50 მილიონი დოზის მიწოდება შეეძლებათ 2021 წლის ბოლოსთვის კი 1.3 მილიარდის. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის.
გაატრიალე იჯითი ბორბალი და მოიგე 1000 ფრისპინი ყოველდღე. მოხდი ფრისპინ ლიდერბორდში და მოიგე წილი ყოველ კვირეული 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ბეცლაივი გაერთე შენს გემოზე. პენსიის მიმღები პირების საყურადღებოდ. თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიცვალა პენსიის მიღების წესი. 1 სექტემბრიდან პენსია ჩაირიცხება ყოველთვე წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ნახეთ პენსიის ჩარიცხვის თარიღის საიტზე MyLiberty.G. Liberty-ს ბანკომატებში, Liberty-ს Pay აპარატებში, ცხელ ხაზზე 022 2 55 55 00. Liberty-ს სერვის ცენტრებში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. Liberty, ბანკი ყველგან და ყველასთვის. ისტორიული შანსი ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის. აჭარაბეძე საქართველოს გულშემატკივრობა ორმაგადმონგებიანია. დადევსონი ჩვენების გამარჯვებაზე და მიიღე მოგების 100% ფრიბეთის სახით. უკომაგე ბოლომდე. ეს არის სპორტი. acarabet.com ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 21 იანვარს კი ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. უმთავრის გამო ქვეყნებში კარანტინი გამოცხადდა. სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს გავს. კორონა ეწოდება მზის ანალოგიურ მახასიათებელსაც. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი დაავადებებს. კორონავირუსის სულ-მცირე 4 ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძალიან მსუბუქ ინფექციებს იწვევს. მაგალითად გაციებას. ცხოვრების გარკვეულ მომენტში ადამიანთა უმეტესობა ერთი ან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ინფიცირდება. 2003 წელს ჩინეთში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, რომელმაც უფრო მწვავე დაავადება გამოიწვია. მას მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე SARS-ი უწოდეს. ვირუსით მაშინ 8098 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი გარდაიცვალა. 2012 წელს საუდის არაბეთში კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება გამოჩნდა, რომელსაც MERS-ი უწოდეს. რაც შეეხება ახალ კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას, მას COVID-19 ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, მაგრამ ამჯერად ეპიდემიამ ძლიერ იფეთქა სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. იტალიამ კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. ვირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მათ შორის რამდენი ადამიანია დაავადებული ძალიან მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოდ. არიან თუ არა ისინი ამ დროს გადამდები, გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენა საკმაოდ რთულია.